ამ წუთებში ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მსჯელობენ 2024 წლის მიწურულს ევროპელი ლიდერების წინაშე რამდენიმე ამოცანა დგეს. მათ ყველა განზომილებაში უნდა განიხილონ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და მიგრაციის საკითხები. კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით მოიაზრება მსჯელობა საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებზეც, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებზე. ევროკავშირის ლიდერების ამ შეკრებას ამ კვირაში წინ უძღოდა მსჯელობა ევროპულ საბჭოში, სადაც თბილისში მიმდინარე პროტესტის და აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კვალიფიციურმა უმრავლესობამ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის წამოწყებას დაუჭირა მხარი და მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო აქტიურად ისმის საუბრები, რომ საჭიროა პერსონალური სანქციებიც, ამ ტიპის სანქციებზე შეთანხმება ევროკავშირში ჯერ ვერ მოხდა. დღევანდელ დღეს ასევე წინ უსწრებდა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. ეს ეხება ევროპას, პირველ ყოვლისა ევროპის სანდოობას. ევროპამ არ უნდა დაუშვას ყველა დემოკრატიული წესისა და ნორმის გათელვის უფლება მისცეს ქვეყანას, რომელმაც სულ ახლახანს მიიღო კანდიდატის სტატუსი, თქვა სტრასბურგში ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმა. ამ ფონზე საქართველოში ვიზიტს მართავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, რომელიც გუშინ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. თუმცა რაზე ისაუბრეს, მხარეებს არაფერი უთქვამთ. ეს ყველაფერი კი საქართველოში საკამათო არჩევნების ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნის, დასავლეთთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობების და ქართული ოცნების მიერ მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე ხდება. საზოგადოების ნაწილში სულ უფრო აქტუალურია შიში, რომ ოცნებამ პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მოატრიალა და შეიძლება განვითარდეს ისეთ მოვლენები, რომ ქვეყნის კურსი დადგეს საფრთხის წინაშე. რა შეიძლება ველოდოთ, რას კარგავს ქვეყანა და რა ბერკეტები გვაქვს ვითარების შესაძლებლად. ამ თემაზე ვსჯელობთ ახლა სტუმართან ერთად საფრანგეთში და მონაკოში საქართველოს ყოფილი ელჩი დიპლომატი ეკა სირაძე დელონე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში პარიზიდან. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა ნინო, მეც დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ დაპატიჟებისთვის. ქალბატონო ეკა, მინდა პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი თბილისში მიმდინარე მოვლენებზე. უკვე 22 დღეა გრძელდება პროტესტი, რომელიც პირველი დღეებისგან განსხვავებით შეიძლება უკვე სხვა კონტურებით არის და ასევე შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ უპრეცედენტოც არის იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესების დიდი ნაწილი ჩაერთო და ღიად აფიქსირებს უკვე პოზიციას და მოითხოვს, რომ დაინიშნოს ვითარების განმუხტვისთვის ახალი არჩევნები, მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. თქვენი შეფასება მინდა გთხოვოთ, როგორ ჩანვართ პარიზიდან ის მოვლენები, როგორ ჩანს, რაც ახლა თბილისში ხდება, რა დევს სასწორზე, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მართლაც რომ ძალიან შთამბეჭდავია ის მოვლენები, ის პოლიტიკური მოვლენები, რომელიც საქართველოს ქუჩებში ხდება. ალბათ ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც სამწუხაროდ მართლობა პარტიამ შეიყვანა ქვეყანა, ასეთი მასშტაბის არ გვინახავს ასეთი მასშტაბის, იმიტომ ჩვენ რომლებიც ასევე მოვესწარით 2003 წლის რევოლუციას, კონტექსტი სხვა იყო და პარალელებს ნამდვილად არ გავატარებ ამ ორ მოვლენას შორის. დღეს გვაქვს აბსოლუტურად უპრეცედენტო, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქში, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის საკმაოდ მცირე რიცხოვანი ქალაქები, მაგალითად ხაშურში ხო და სხვა, აქაც ვხედავთ სოლიდარობის აქციებს და გარდა ამისა ვხედავთ არა რევოლუციურ მოქმედებას, არამედ ორ კონკრეტულ მოთხოვნას, რომლითაც ეს დემონსტრანტები ითხოვენ ეგრეთ წოდებული მმართველი პარტიის მიმართ და ვხედავთ განსაკუთრებულ სოლიდარობას. ესეთი სოლიდარობა ვფიქრობ, რომ ჯერ არ მოსწრები ვართ სოლიდარობას მოქალაქეებს შორის, სოლიდარობას ბიზნესების მხრიდან სხვა ბიზნესების მიმართ. ეს უპრეცედენტოა საქართველოს ბანკისა და TPC ბანკის გადაწყვეტილება. და გარდა იმისა, რომ თვითონ პროცესები საკმაოდ რთულია, ყველა ძალიან ნერვიულობთ, როგორ განვითარდება და ასე შემდეგ და თან
თანმდევია აი ამ ძალადობით, რომლითაც ეს აქციები და აქციის მონაწილეები ვთქვათ რაღაც დაჯგუფებების მიერ არიან ან ნაცემი ან ნაწამები და ასე შემდეგ. მაინც განსაკუთრებული და პოზიტიური არის, მე ვფიქრობ და იმის მუხტის მომცემი და კიდევ უფრო გამაძლიერებელი ის თუ რამხელა შეგნების და რამხელა როგორ წინ არის საზოგადოება პოლიტიკური თვალსაზრისით, პოლიტიკური ცნობიერების თვალსაზრისით, ვიდრე აი ეს ძალადობრივი ჯგუფები და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება აი ამ გამომცვლელებს. საფრანგეთი საკმაოდ ყურადღებით ადევნებს თვალს, მოგეხსენება საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დასავლეთ ევროპული ქვეყანაა ამ შემთხვევაში, რომელიც აფასებს ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ეს სტატიები იწერება და ასე შემდეგ, გამოსვლებიც იყო საფრანგეთის პარლამენტში ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველამ კარგად იცის ემანუელ მაკრონის მიმართვები, მისი ზარი ბიძინა ივანიშვილთან და ასე შემდეგ. აქტიურად, ასე ვთქვათ, აქტიურად გვიყურებენ, უსმენენ ხალხს, უსმენენ იმას თუ რა ხდება ქვეყანაში და ვფიქრობ მაქსიმალურად ცდილობენ რეაგირებაც მოახდინონ. ქაბატონო, კაი, ზუსტად წინაპირას იყო მაკრონის ზარი ივანიშვილთან. მინდა გითხოთ, აი რას მიანიშნებს ეს ზარი? არ იყო მთავრობის რომელიმე ლიდერთან, პირდაპირ ივანიშვილთან იყო ეს ზარი განხორციელებული და რამდენად შეიძლება რომ მაკრონმა, საფრანგეთმა რაღაცნაირად გარდამტეხი, თქვათ, როლი შეასრულოს იმ კრიზისში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. კი, მოგეხსენებათ, ანუ სწორი აღნიშნა, რომ სწორედ ივანიშვილთან განახორციელა მან ეს ზარი. და საინტერესო არის აი სწორედაც ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აღქმების შეცვლა ევროპის მხრიდან და იმედი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც სწორედ იგივეს ვნახავთ. აი ეს shift, რასაც ქვია, ხო? აი ცვლილება, ვთქვათ, ქართული ოცნებიდან და ეგრეთ წოდებული ლიდერებიდან, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე ასე შემდეგ. ანუ ხდება ამათი იგნორირება, როგორც ესეთი და აქცენტის გაკეთება იმ პიროვნებაზე, რომელიც რეალურად არის გადაწყვეტილების მიმღები. ეს ზარი სწორედაც ამას მიანიშნებდა, მაგრამ დღევანდელი შეხვედრაც მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილთან თქვენ ახსენეთ თქვენს მაშინ იქ ესეც ამის აღნიშნულია და ხაზგასმელია. ჩვენმა პრეზიდენტმაც გუშინ, როდესაც ევროპის პარლამენტში ქონდა გამოსვლა, ამაზე გააკეთა აქცენტი. ანუ აი ეს აღქმები და არამხოლოდ აღქმები, რომელსაც ასევე მოჰყვება შემდეგ შედეგები, ზარი, შეხვედრა და ასე შემდეგ, მიმართულია უკვე იმ პიროვნების მიმართ და იმ პიროვნებისკენ, რომელიც რეალურად იღებს გადაწყვეტილებას და რეალურად მართავს ქვეყანას. და ეს რამდენად ადეკვატური. რამდენად ხედავთ, ვთქვათ, იგივე დასავლელი ლიდერების შესაძლებლობებს, ან რა შეიძლება გაკეთოს ევროკავშირმა იმისთვის, რომ დაეხმაროს ხალხს, რომლებიც მილტვიან, ასე ვთქვათ, და ყველაფერი ეს არის გამოძახილი იმისა, რომ ჩვენ გვინდა ევროპისკენ სვლა, ჩვენ გვინდა არჩეული კურსისგან გადახვევა არ მოხდეს, ხო? მთავარი გზავნილი იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ქუჩაში დგანან, არის სწორედ ის, რომ ჩვენ გვინდა განვითარებულ, ვთქვათ, დასავლეთთან ურთიერთობა. რა ბერკეტები აქვს დღეს ევროკავშირს იმისთვის, რომ ამ პროცესებში დადებითი როლი შეასრულოს და იგივე განხილვებზე, რომ ჩვენ ვნახეთ, მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მოხდა და შეზღუდვაზე არის ინიციატივა და მინდა ესეც შემიფასოთ, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, რამდენად სიმბოლური არის თუ რეალური, თქვათ, ქმედითი ნაბიჯისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. კი, რამდენიმე კითხვა არის თქვენ შეკითხვაში და რამდენიმე ძალიან საინტერესო შეკითხვა. დავიწყებ ალბათ დიპლომატიური პასპორტებიდან, მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტის წევრებსაც აქვთ ეს service, ასე ვთქვათ,
სამსახურეობრივი პასპორტები, ну შესაბამისად მათაც შეეზღუდებათ, ეს არ არის მხოლოდ დიპლომატები, რომლებიც მსახურობენ ან არ მსახურობენ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნებში, შეიძლება საქართველოსდან უწევდეთ მათ მოძრაობა სხვა ქვეყნებში. ამაზე იყო კომენტარი თორსტები ყობახიძემ გააკეთა, რომ მე რა მოხდა მიხვალ აიღებ ვიზას და წახვალ, არც თუ ისე მარტივია, თუ კი პასპორტს დაადეს, ასე ვთქვათ, კონკრეტული შეზღუდვა, სწორედაც ვიზის აღება არ იქნება ისეთი მარტივი, როგორცაც ის წარმოაჩენს. შესაბამისად, ეს ყველაფერი წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას, ასე ვთქვათ, ბერკეტს იმისათვის, რომ გაიფილტროს ვის მიეცემა ევროკავშირში შესვლის უფლება და ვის არა, მათ შორის, ვისაც აქვს ესეთი ტიპის პასპორტები. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება მეორე შეკითხვა, რომელიც ეხებოდა უფრო ევროკავშირს და მის ბერკეტებს, მოგეხსენებათ 27 ქვეყნის ერთ მაგიდაზე დასხდომა და ერთ გადაწყვეტილებაზე შეჯერება საკმაოდ რთული საკითხია და ეს ბევრჯერ ჩვენ ახლო ისტორიაში გვინახავს, რომ ვერ თანხმდებიან კონკრეტულ საკითხებზე. თუმცა ძალიან საინტერესო ტენდენცია არის და უნდა აუცილებლად აღნიშნოს ეს საჭიროებს, მაგალითად ის, რომ ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ უკვე დააწესეს კონკრეტულ პირებზე კონკრეტული სანქციები და ჩემი აზრით, აი ეს ქმედება, ანუ ინდივიდუალური ქვეყნების, ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაზიარებული სანქციები კონკრეტული პიროვნებების მიმართ, მე უფრო ამისი მჯერა და მგონია, რომ ეს უფრო ქმედითი იქნება, უფრო სწრაფიც იქნება და უფრო მარტივად განხორციელებადიც იქნება. შესაბამისად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თუ არ ვთქვი ბრაჟემ მოუწოდა, რომ ეროვნული ქვეყნების დონეზე გავაკეთოთო ეს სანქციებიო და გააკეთდებაო, ამაზე მიდის საქმე, ანუ არა ავლა გვერდით, არამედ გამარტივება და დაჩქარება პროცესების, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ევროკავშირში ყავს ასევე უნგრეთი და სლოვაკეთი, რომელიც ძალიან პრორუსულები არიან ამ შემთხვევაში და ცხადია, ეს ნახეთ კიდევაც, ხო, ხმის მიცემის დროს, რომ ეს ორი ქვეყანა წავიდა წინააღმდეგი, ამიტომ რომ ავიცილოთ რაღაცა ტიპის, ასე ვთქვათ, გაწელვა დროში და აი ეს პოლიტიკური კრიზისი რაღაცა მიმართულებით, ასე ვთქვათ, წავიყვანოთ. ამ შემთხვევაში წავიყვანოთ, მე ვგულისხმობ ევროკავშირის ლიდერების პოზიციას. ვფიქრობ, ძალიან დამაიმედებელია ის, რომ სანქციები განხორციელდეს სწორედაც ეროვნული, ანუ ქვეყნების მთავრობების მიერ და არა ევროკავშირის მიერ. დიახ. ამიტომ კითხოთ სალომე ზურაბიშვილის როლზეც, მე მგონი დღეს ერთადერთი ადამიანია სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც თქვათ უღებენ კარს ევროპაში, მას უსმენენ, მას აქვს ძალიან აქტიური შეხვედრები, ის ცდილობს რომ რაღაცნაირად აქ პროცესში შეიტანოს რაღაცა დადებითი თქვათ მუხტი, რა შეიძლება გააკეთოს სალომე ზურაბიშვილმა, რა ბერკეტი შეიძლება ქონდეს პრეზიდენტს, რომელსაც სამწუხაროდ ხო, სალომეს და კონკრეტულად სამწუხაროდ პრეზიდენტის ინსტიტუტს წაართვეს ყველა ბერკეტი, რა ბერკეტით შეიძლებოდა რომ წაგერთმია და ეს არ დაწყებულა სამწუხაროდ ქართული ოცნების მიერ, ეს დაიწყო ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ხელისუფლებაში იყო მაშინ. ქართულმა ოცნებამ, ასე ვთქვათ, საბოლოო, ასე ვთქვათ, ლურსმანი დაასვა, იმიტომ რომ ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა ქონოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, ყველაფერი წაართვეს მას. ერთადერთი რაც აქვს მას დარჩენილი, ეს არის კომუნიკაცია და სწორი კომუნიკაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ყავს ძალიან სწორ ღირებულებებზე და სწორი ღირებულებების კომპასის მქონე პრეზიდენტი, იგი წარმოადგენს ერთადერთ ინსტიტუტს, რომელიც არის ლეგიტიმური ამ შემთხვევაში ქვეყანაში, წარმოგიდგენიათ, რამხელა პოლიტიკურ კრიზისში ვართ და იგი 2022 წლიდან მოყოლებული აკეთებს ყველაფერს, რაც, ასე ვთქვათ, მისი მანდატის ფარგლებშია, იმისათვის, რომ მაქსიმალურად
იყოს ხალხთან, გააჟღეროს ხალხის ხმა, მიიტანოს ხალხის ხმა სხვა ქვეყნებთან და კომუნიკაცია, სწორი მესიჯი, სწორი ინფორმაციის მიტანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ ძალიან ღირებული გახდა ქართული ოცნების პირობებში, ამ ყველაფერს ის აკეთებს უკვე რამდენიმე წელია, 2 წელია და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი საკმაოდ მადლიერიც არის მისი აი ამის გამო. კაპიტანაკა, ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა ორი საკითხიც მოვასწროთ. ერთი არის, რომ ქართული ოცნება ახლა ეჭიდება, ასე ვთქვათ, 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციას და ფიქრობენ, რომ აი ზუსტად 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი, ასე ვთქვათ, რადიკალურად შეიცვლება. და მეორე საკითხი, რაზეც ასე მინდა რომ მოვასწროთ და დავაფიქსიროთ ეს პოზიცია, არის ის, რომ თუ ვთქვათ, მოვლენები ასე განვითარდა, როგორც ეს დღეს ჩვენ გვაქვს, თუ ხედავთ, რომ ქართული ოცნება არის იმ კონდიციამდე მისული, რომ დათმოს გარკვეულ დათმობებზე წავიდეს საზოგადოების ნაწილთან, რომელიც ხმამაღლა უკვე 22 დღეა აფიქსირებს თავის პოზიციას. საინტერესო შეკითხვებია. დიდი მადლობა ვესტების სწრაფად ვილაპარაკო. ტრამპს რაც შეეხება მოგეხსენებათ შეერთებული შტატებში, მიუხედავად იმისა, იცვლება თუ არა პრეზიდენტი და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სპექტრი, არ იცვლება ადმინისტრაცია როგორც წესი და ძალიან იშვიათია, რომ რადიკალურად განსხვავებული მიდგომები ჰქონდეთ განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ორპარტიული მხარდაჭერა არის ხოლმე. საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ტრამპის მოსვლა, მაგრამ არ მგონია, რომ ტრამპის დღის წესრიგში საქართველოს პირველი იყოს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სირია, ახლო აღმოსავლეთი და უკრაინა ნამდვილად გადაძალავს წონით და მნიშვნელობით და ჩვენ შეიძლება, ასე ვთქვათ, side effects-ი შეგვეხოს. თუმცა რთულად წარმომიდგენია და მე არ მახსენდება ისტორიაში არც ერთი შემთხვევა, როდესაც ხალხის წინააღმდეგ წასულიყო რომელიმე საერთაშორისო ლიდერი, რომელიც გარედან ესაუბრება თავის, ასე ვთქვათ, ესაუბრება ამ ქვეყნის კონკრეტული ქვეყნის ლიდერებს. არ წარმომიდგენია ტრამპმა დაურეკოს ბიძინა ივანიშვილს და უთხრას, რომ იცი რა, აი სწორედ იქცევი და აი ეს 300,000 ადამიანი, რომელიც გარეთ დგას და ითხოვს ხელახალ არჩევნებს, ანუ შენს გადატრიალებას კი არა და რევოლუციას კი არა, არამედ ხელახალ და თავისუფალ არჩევნებს, ესენი ყველანი არიან მტყუანები. აი ეს უბრალოდ ისტორიაში მე ვერსად ვერ მოვიძია ასეთი შემთხვევა და ეჭვი მაქვს, რომ არ ექნება ასეთ შემთხვევას ადგილი. თითქმის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. ვერავინ ვერ დააიგნორებს ქართველი ხალხის სურვილს და ნებას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ ეგრეთ წოდებულ ჩვენს, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას და ქართულ ოცნებას, აი ეს ელემენტი ძალიან, ესე იგი, თვითონ რო არ უსმენენ ხალხს, გონიათ, რომ სხვაც არ usmens ხალხს, გესმით და აი სწორედ ამითი ცდილობენ რაღაცა არგუმენტების მოძიებას. რაც შეეხება მეორე შეკითხვა შეეხებოდა ოცნება რამდენად არის მზად დათმობებისთვის? ხო, არ არის მზად. ხომ გესმით, ანუ ცალსახაა, რომ ისინი მზად არ არიან, იმიტომ რომ დღესაც კი ცდილობენ რაღაცნაირად ახსნან, რაღაცნაირად დეზინფორმაცია შესთავაზონ თავიანთ ამ უმრჩეველს, რაც რა თქმა უნდა დიდად შეურაცხმყოფელია და მე რომ მათი ამ უმრჩეველი ვიყო, ძალიან შეურაცხმყოფელი ვიქნებოდი. ჯერ არ მისულან იმ ნიშნულამდე, როდესაც ისინი იქნებიან ვალდებული ხალხს მოусმინონ, იქნებიან ვალდებული გაითვალისწინონ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან და წავიდნენ დათმობაზე. სამწუხაროდ ეჭიდებიან 20 იანვარს, რაც ჩემთვის ცოტა კომიკურია, მართალი რო გითხრათ. და მათი განცხადებებიდან გამომდინარე მე ფიქრობენ, რომ რა და აი ახალი წელი აიშობა, აი რაღაცა აისა და ეს ქართველები საცივს გადაყვებიან და ვერ ხვდებიან როგორ შეიცვალა საზოგადოება, ვერ ხვდებიან როგორ არის შეცვლილი აბსოლუტურად ხალხის მიდგომები, აღქმები და დეტერმინაციას სრულად ვერ აფასებენ შესაბამისად. ამიტომ
მე ვფიქრობ, რომ ერთი რომ რეალობას არიან დაშორებულები და მეორე აი ამის გამოც კიდევ რა თქმა უნდა, ჯერ არ მისულან იმ ნიშნულამდე, როდესაც იგრძნობენ, რომ რაღაცა ქმედითი უნდა გააკეთო. ძალიან დიდი მადლობა. საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი დიპლომატი ეკა სირაძე დელონე იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც პარიზიდან გვერდებოდა.